ნატახტარის აეროდრომი 24 საათით გადასაღებ მოედნად გადაიქცა. ევროვიზიისთვის ჯგუფი შინისა და მარიკო ებრალიძის საიმიჯო ვიდეორგოლის გადაღება დასრულებულია. კლიპის ავტორი და რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია, რომელმაც სიმღერის სასცენო ვერსიისთვის 70-იანი წლების სურათი გააცოცხლა. 3 წუთი დედამიწამდე, ასე ჰქვია მუსიკალურ ნომერს, რომელთაც საქართველოს ევროვიზია 2014-ზე წარსდგება. როგორც ხედავთ თქვენ, უკანა ხედიდან, როგორც ჩანს, ძალიან რაოდენოვანი, ძალიან ჭრელი, ძალიან ლამაზი 70-იანი წლების, ასე ვთქვათ, ვიზუალი იქნება კლიპში, იმიჯით რაღაცა ესე მოვიგეთ 70-იანი წლების, ძალიან ჰაეროვანი, ენერგიული, ძალიან მსუბუქი, ამავდროულად ძალიან შინაარსიანი, ასე ვთქვათ, იმიჯი, ასე რომ მე ვთვლი, რომ ძალიან მაგარი კლიპი გამოვა, ელოდეთ 15 მარტს. ევროვიზიისთვის შექმნილი სიმღერა ქალაქ შტუტგარტში ჩაიწერა. სიმღერით, რომელსაც ქართველი კონკურსანტები ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალზე შეესრულებენ, საზოგადოებას რამდენიმე თაობის სათქმელს აწვდიან. სიმღერა ფოლკლორული ელემენტებითაა გაჯერებული. დედამიწაზე რაღაც ისეთი გზავნილია, რომელიც შეიძლება საქართველოსთან ითქვას. ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ აღმოჩნდით ამ თავგადასავალში, რაც ქვია ევროვიზია. მანდ დროა ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ დავბრუნდეთ. იქ საიდანაც გავაკეთებ სწორ მომავალს. რამდენადაც შეიძლება სიმღერამ გააკეთოს 3 წუთში, აი ეს ჩვენ შევეცადეთ ჩაგვედო ამის და სიმღერასაც ქვია 3 წუთი დედამიწამდე. ქართველი მუსიკოსებისთვის კოსტიუმები რამდენიმე ხნით ადრე სპეციალურად შეიქმნა. ვიდეორგოლისთვის განსხვავებული ახალი იმიჯი მომღერლებს დათუნას სულიკაშვილმა და ავთანდილ ცქვიტინიძემ მოარგეს. ევროვიზიისთვის ქართველი კონკურსანტების მზადება ჯიჯი რეჯინის ფოტოობიექტივში მოექცა. ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად წარდგებით წელს ევროვიზიაზე. რაც შეეხება ჩემს საქმეს, ვცდილობ გავაკეთოთ რამოდენიმე საიმიჯო ფოტო და ზოგადად დაყენებული წარგმნა რომ გამოვიდეს, მაგიტომაც გადავწყვეტეთ, რომ გადაღებაზე გავაკეთოთ მუშაობის პროცესში ყველაფერი. მაგალითად გამოვა. 2013 წელს საქართველოს ევროვიზიაზე სოფო გელოვანისა და ნოდიკო ტატიშვილის დუეტით Waterfall წარსდგა და მხოლოდ მე-15 ადგილი დაიკავა. ამჯერად სიმღერის კონკურსს, რომელიც 10 მაისს ევროპის 37 ქვეყნის პირდაპირ ეთერით გადაიცემა კოპენჰაგენი უმასპინძლებს. ჯგუფი შინისა და მარიკო ებრალიძის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია 15 მარტს გაიმართება.